ისე გუშინ განვითარებულ მოვლენებს. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთ-ერთ რამეს NGO-ების და შესაბამისი მედია საშუალებების მიერ წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციების წარდგენას. ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებაში. გარდა ამისა, ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედებების პრევენციაში, როგორც გუშინ ვიხილეთ. 2020 წლიდან NGO-ების აქტიური მონაწილეობით ვიხილეთ რევოლუციის ორი წარუმატებელი მცდელობა. შეგახსენებთ, 2020 წელს NGO-ებმა გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები, გააყალბეს მონაცემები უქმებში ზედმეტობების შესახებ, გააყალბეს ინფორმაცია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების თითქოს და დაგვიანებით გამოქვეყნების შესახებ. NGO-ების ეს სიყალბე სრულად უცხოური წყაროებიდან იყო დაფინანსებული. სწორედ ამ გაყალბებამ მოუმზადა რადიკალურ ოპოზიციას ნიადაგი პარლამენტის საბოტაჟისა და ზრიგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისათვის. არჩევნების ლეგიტიმაციის არაღიარების კამპანიას ასევე უცხოური დაფინანსებით აწარმოებდნენ ნაცმოძრაობის კუთვნილი კონკრეტული მედია საშუალებები. საბოლოოდ 2020 წლის ოქტომბერში დაწყებული რევოლუციის მცდელობა მხოლოდ 2021 წლის ოქტომბერში დასრულდა, როდესაც საზოგადოებამ ქართულ ოცნებას დობა თვითმმართველობის არჩევნებშიც დაუდასტურა. რევოლუციის მეორე მცდელობა უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო. როგორც გახსოვთ, 2022 წლის აპრილში ბაკურიანში შეიკრიბნენ რადიკალური პარტიების, NGO-ებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები, რომლებმაც ძალადობრივი რევოლუციების ცნობილ ექსპერტთან პიტერ აკერმანთან ერთად დაგეგმეს რევოლუციური სცენარი, რომელიც ივნისში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭების შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო. ეს სცენარი ივნისში მართლაც ამოქმედდა, როდესაც საქართველოს სრულად უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. 2022 წლის ივნისში NGO-ებმა ნიღაბი ჩამოიხსნეს, პოლიტიკურ სცენაზე ავიდნენ და მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით ეგრეთ წოდებული ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება მოითხოვეს. რევოლუციური მცდელობები მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა, რაც 2023 წლის დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიიღო. მთლიანობაში რადიკალურმა პარტიებმა, NGO-ებმა და მედია საშუალებებმა 3 წელი არ დაასვენეს ეს ქვეყანა. ამ ყველაფრის მიუხედავად საქართველოს ნომინალური ეკონომიკა დოლარში 2021-23 წლებში გაორმაგდა, თუმცა რომ არა რევოლუციური მცდელობები, საქართველოს ეკონომიკა დამატებით 5 მილიარდი დოლარით მაინც გაიზრდებოდა. რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად მილიარდი დოლარით მეტი მაინც შევიდოდა. ეს ყველაფერი არსებული სახელმწიფო პროგრამების და პროექტების მნიშვნელოვნად გაფართოების საშუალებას მოგცემდა. შესაბამისად, NGO-ების გაუმჭვირვალობა საქართველოს სახელმწიფოს არა მხოლოდ პოლიტიკურ პრობლემებს უქმნის, არამედ მისი ეკონომიკის განვითარებისა და ბიუჯეტის გაზრდისთვისაც მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ NGO-ებისა და შესაბამისი მედია საშუალებების გაუმჭვირვალობა გამოიყენება მათ მიერ იმგვარი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლებიც ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად ეწინააღმდეგება. ესაა მაგალითად ნარკოტიკების პროპაგანდა, LGBT პროპაგანდა, მართლმადიდებელ ეკლესიაზე პერმანენტული შეტევა, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენცია, სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევის მცდელობა, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის დაპყრობების შექმნა და ასე შემდეგ. უმჯობესია რადიკალური ოპოზიციის რამდენიმე ძალადობრივი აქცია ვიხილოთ ახლა, ვიდრე საქართველოს რადიკალიზმისა და ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის ჩაგეტილ წრეში დავტოვოთ. ამის არ დაშვება არის ჩვენი როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობა ამორჩევლის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა. გარდა ამისა, როგორც უკვე აღენიშნა, ამ დღეებში რადიკალური პოლიტიკური უმცირესობა ანიავებს იმ ძალადობრივ რესურსს, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა შემოენახა, რაც საარჩევნოდ მომზადებული რევოლუციური სცენარის პრევენციას ეფექტურად უზრუნველყოფს. გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული ღირებულება. ვერავინ დაამტკიცებს იმას, რომ NGO-ების მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება ევროპულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამის მიუხედავად, კვლავაც ვრცელდება კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსებისა და ჩინოსნების ცილისწამებლური ნეგატიური განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მოუწოდებ საქართველოში მოქმედ ელჩებს, რომლებიც შესაბამის ქვეყნებს წარმოადგენენ. თუ რაიმე არგუმენტი აქვს, დავსხდეთ საზოგადოების წინაშე და გავმართოთ საჯარო დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით.
ჩვენ მზად ვიყავით და ახლაც ნებისმიერ დროს მზად ვართ გავითვალისწინოთ პარტნიორების არგუმენტირებული რეკომენდაციები. ის ფაქტი, რომ შესაბამისი ქვეყნები ერთი მხრივ საქართველოს შიდა პოლიტიკურ დებატებში პირდაპირ ერევიან, ხოლო მეორე მხრივ მათი ოფიციალური წარმომადგენლები დღემდე უარს ამბობენ საჯარო დისკუსიაზე, ადასტურებს, რომ მათ სინამდვილეში კანონპროექტის წინააღმდეგ არავითარი არგუმენტი არ აქვთ. არგუმენტი მით უმეტეს ვერ იარსებებს, რომ ამგვარი კანონები მათთანაც მოქმედებს და თუ არ მოქმედებს აქტიურად განიხილება. თუმცა მაინც გვეუბნებიან, რომ კანონის მიღება არ უნდა გავბედოთ. ასეთ პირობებში მათი მხრიდან ცილისწამებლური განცხადებების კვლავაც გავრცელება და მშრალი შანტაჟის ენით საუბარი უკიდურესად არაევროპული და არადასავლურია. ყველა ცილისწამებლური განცხადების ავტორი იზიარებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც გუშინ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის შესრულებით იხილეთ. კოლექტიური ნაცმოძრაობის ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას ასევე სრულად იზიარებენ აქციების ორგანიზატორი და წარმმართველი რადიკალური პარტიები, NGO-ები და მათი წარმომადგენლები. ყველას ვაფრთხილებთ, საკუთარი მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა სათანადოდ გაიაზრონ. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ სუბიექტს, რომელიც მთელი ერთი წლის მანძილზე ძალადობისა და მოძალადეების რომანტიზებას ახდენდა და კოლექტიური ნაცმოძრაობის ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებების წევრებს გულსრგვალ ახალგაზრდებს უწოდებდა. საუბარი იყო მოძალადე ახალგაზრდებზე, რომლებიც კეზერაშვილის, ხაზარაძის და კონკრეტული უცხოელი დონორების მიერ ფინანსდებიან. ესენია ნაცმოძრაობის, ველოს და ახალის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც 100-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. აგრეთვე ესენია ძალადობრივი დაჯგუფებები, ტალღა, ჯიუტები, ნაბიჯი, თბილისი პრაიდი, ჯენზი, წერტილი, დაფიონი, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის, მოძრაობა თავისუფლებისთვის, სირცხვილია, ფრანკლინის კლუბი და მომავლის აკადემია, რომლებიც კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთგულ 200-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. მოუწოდებ ყველა მოქალაქეს გაემიჯნოს ამ დაჯგუფებების ძალადობრივ ქმედებებს, რომლებიც მთლიანად ვიწრო პარტიული და ანტისახელმწიფოებრივი მოტივებით არის აკარნახები. საინტერესოა, რომ გასული წლების განმავლობაში ამ ძალადობრივ დაჯგუფებებში მილიონობით დოლარი ჩაიდო. თუმცა მათ საბოლოოდ მხოლოდ 300-მდე მოძალადე ახალგაზრდის რეკრუტირება შეძლეს. დარწმუნებული ვარ, ეს რესურსიც ოქტომბრამდე დიდძილად განიავდება. რაც შეეხება გუშინდელ ძალადობრივ აქციას, რომელიც სრულად აკერმანის სახელმწიფოს მიხედვით დაიგეგმა და წარიმართა. მიტინგის ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი გამოიხატა როგორც საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირებით, ისე სამართალდამცავების მიმართ ფიზიკური ძალადობით და შეურაცხყოფით. პოლიციელებისთვის სხვადასხვა საგნის, მათ შორის შუშის, ბოთლებისა და ქვების სროლით. პოლიტიკური უმცირესობის კოლექტიური ნაცმოძრაობის ძალადობრივი ქმედებების გამო გუშინ აუცილებელი გახდა 6 პოლიციელის ჰოსპიტალში გადაყვანა, მათ შორის ერთ-ერთ აღენიშნებოდა თვალბუდის ფსკერის მოტეხილობა და დაშირდა გადაუდებელი ოპერაცია. ასევე გუშინდელი ძალადობრივი აქციის შემდეგ სხვადასხვა ნაკლებად მძიმე დაზიანებით კლინიკებში გადაყვანილი იქნა 4 მომიტინგე, რომლებიც მალევე გაიწერნენ კლინიკებიდან. რა თქმა უნდა, არ იყო სასიამოვნო ლევან ხაბიაშვილის დაზიანებების ხილვა. ასევე შეკრების დაშლის დროს დაფიქსირდა რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი. სამწუხაროა, რომ ძალადობა შობს ძალადობას. თითოეული ადამიანის ფიზიკურ დაზიანებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ სუბიექტს და ადამიანს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ახალისებდა და იწონებდა ძალადობას, აქეზებდა ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ, იწონებდა ელისაშვილის მიპარვით ძალადობას, ძალადობდა სიტყვიერად ხელისუფლების წარმომადგენლებზე, როდესაც მათ სხვადასხვა უკიდურესად შეურაცხყოფელი ფორმით მოიხსენიებდნენ. ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის დიდარი NGO-ების და მათი მედია საშუალებების ერთადერთი იარაღი არის ძალადობა. ამით გამოირჩეოდა კოლექტიური ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ამით გამოირჩევა ის ახლაც. ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. ის ფაქტის, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე მათ არაფერი აქვს სათქმელი, მაგრამ ამ კანონს მაინც უხეში ალიღებს აწებებენ, მათი ძალადობრივი ბუნების კიდევ ერთი გამოვლინებაა. მინდა მადლობა გადაუხადოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელებს, რომლებმაც მასშტაბური ძალადობისა და შეურაცხყოფის მიუხედავად შეძლების დაგვარად ეფექტიანად მოახერხეს ძალადობის აღკვეთა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა.
რა თქმა უნდა, დღესაც ველით, რომ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის აქცია მიიღებს ძალადობრივ და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. ეს ყველაფერი გამოხატული იქნება პირველ რიგში სახელმწიფო შენობების პიკეტირების ცდილობით, პოლიციელებზე ძალადობით და მათი შეურაცხყოფით. საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ უფლება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვაზე განოხრელად არის დაცული. ამასთან მოუწოდებ ყველას თავი შეიკავონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან, ყველა მოძალადე და სამართალდამღები კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს. მოუწოდებ სამართალდამცავებს გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება. მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება, თუმცა თხოვ ყველას მაქსიმალური მოთმინებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეების ნებისმიერ ძალადობრივ თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. სამართალდამცავების მხრიდან ნებისმიერი გადამეტებული ძალის გამოყენება რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოყენებული იქნება საკუთარი ძალადობრივი ქმედებების გადასაფარად. ძალიან მალე დასრულდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რითაც შეიქმნება მყარი საფუძველი საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფისათვის. ამ ქვეყნის საბოლოო დამშვიდება არის აუცილებელი პირობა საქართველოს დემოკრატიული სისტემის გამტკიცებისთვის, ეკონომიკის შეუქცევადი განვითარებისა და შესაბამისად საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. დიდი მადლობა. თუ არის კითხვები? ბატონო ირაკლი, ტელეკომპანია იმედი მანჩი გაბელია. თქვენ შეეხეთ ორივე საკითხს, თუმცა დავაზუსტებთ 15 მარტიდან ჩვენ თვალს ვადევნებთ ერთი მხრივ პროცესს საკანონმდებლო ორგანოში, მეორე მხრივ მის გარეთ აქციებს. ორივე პროცესი არის პროგრესირებადი და ჯერჯერობით აი ამ ტალღას ემოციური რეგრესის ნიშნები არ აქვს. თქვენ როგორც მთავრობის მეთაური, როგორ ხედავთ ვითარების განმუხტვის შესაძლებლობას, ასევე ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ აგრესიული დამოკიდებულება და გზავნილები არის მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართიც იყო დევნაზე განცხადებები. ორივე შემთხვევაში თუ არსებობს გეგმა და როგორია თქვენეული ხედვა ვითარების განმუხტვასთან დაკავშირებით? რეალურად მარტივად არის საქმე. კონკრეტული ძალებისთვის პოლარიზაცია, რადიკალიზმი არის საკუთარი ინტერესების რეალიზების მთავარი ინსტრუმენტი. და ამ კუთხით NGO-ების გამომჭრელობა მათთვის ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. სწორედ NGO-ების გამომჭრელობა აძლევს მათ საშუალებას, რომ საქართველო დატოვონ ამ ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის, იგივე რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეში. და სწორედ იმიტომ ეწინააღმდეგებიან შესაბამისი ძალები გამომჭრელობის შესახებ კანონის მიღებას, რომ მათ სურთ ქვეყანა მუდმივად ამყოფონ რადიკალიზმის რეჟიმში და ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის რეჟიმში. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა 2020 წლის ბოლოს. რა ხდებოდა 2021 წელს, რა ხდებოდა 2022 წელს, შემდეგ 2023 წელს. 3 წლის განმავლობაში ქვეყანა იყო მუდმივი რევოლუციური სცენარების განხორციელების ცდილობის პირობებში და ეს აწყობთ კონკრეტულ ძალებს, მაგრამ ეს არ აწყობს ქართულ სახელმწიფოს და ეს არ აწყობს, რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას. შესაბამისად, იმისათვის, რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში დავამშვიდოთ ეს ქვეყანა, არის აუცილებელი ამ კანონის მიღება. იქნება, რა თქმა უნდა, აქციები დღეს მესამე მოსმენის დროს, ვეტოს გადალახვის დროს, თუმცა ჩვენ თუ გავიტანთ ყველაფერს და რა თქმა უნდა, გავიტანთ ამ კანონს, ამ შემთხვევაში იქნება რამდენიმე დღიანი დისკომფორტი, თუმცა ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში წყლობით დავაზღვევთ ამ ქვეყანას პოლარიზაციისგან და რადიკალიზმისგან. ეს არის ძალიან პრინციპული ეროვნული ამოცანა. თუ ჩვენ არ გავარღვევთ ამ ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება გახდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ გვჭირდება სწორედ ამ ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის დაძლევა და ვითარების დამშვიდება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა, სიმშვიდე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. ბატონო ირაკლი, მოგეწოდეთ კითხვა მქონდა, მაგრამ უფრო მეტი მაქვს ახლა თქვენი საუბრის შემდეგ და მინდა რომ ვისაუბროთ ისე რომ დროს. ესე იგი საუბარი დაიწყეთ წინადადებით, რომ ერთადერთ რამეს ითვალისწინებს ეს კანონი, რომ დეკლარაცია შეივსოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წელიწადში ერთხელ. მაგრამ შემდეგ ამ განცხადების დიდი ნაწილი დაუთმეთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანს რევოლუციის შესახებ. აი მინდა რომ ამიხსნათ,
იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერ ვეწევი ლოგიკას, რომელიც თქვენ მოგაჩნდათ მარტო როგორც ჩანს ასე ფიქრობთ. აი რევოლუცია ხო აი დამაწიეთ თუ შეიძლება. რევოლუციის პრევენციაა თქვენი мотивация თუ უბრალოდ წელიწადში ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციამ დეკლარაცია შეავსოს. თუ დეკლარაციის შევსებით რევოლუციის პრევენცია და თუ დეკლარაცია შეავსებს რევოლუციურ მიზანს მიზნობრიობაში წარმოგიდგენიათ რომ ვინმე ჩაწერს ეს ერთი კითხვა მაქვს და მეორე კითხვა და ბევრი კითხვა მაქვს ჩაგეკითხებთ რომ მეორე კითხვა მაქვს ასევე შარშა როდესაც ეს კანონი გაიწვიეთ ეს სათითაოდ ხარჯობია და მასიმეჩა რომ დამაუწყდეს პასტარწალმი რაც შეეხება გამჭვირვალობის კავშირს რევოლუციის პრევენციასთან. აქ ძალიან მარტივად არის სინამდვილეში საქმე. მაგალითად რო ავიღოთ იგივე პარტიების კანონმდებლობა. პოლიტიკური პარტიები ვალდებული არიან წარადგინონ დეკლარაციები ანტიკორუფციული სამსახურის წინაშე, არა მარტო ყოველწლიურად, არამედ ბევრად უფრო ხშირად, ანუ უფრო მაღალი სტანდარტი მოქმედებს გამჭვირვალობის პოლიტიკური პარტიებისთვის, ვიდრე გათვალისწინებული ამ ახალი კანონით და მიზანი რა არის ამ შემთხვევაშიც? პარტიების გამჭვირვალობის მიზანი არის ის, რომ არასწორი გავლენების ქვეშ არ მოექცნენ პოლიტიკური პარტიები და შესაბამისად არასწორი გავლენების ქვეშ არ მოექცეს პოლიტიკური სისტემა. ხო, ეს არის აპრობირებული მეთოდი მთელ მსოფლიოში, თითქმის ყველგან პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, მათი ფინანსები არის გამჭვირვალე, სწორედ იმისათვის, რომ არასწორი გავლენების ქვეშ არ მოექცეს ქვეყანა, იმისათვის, რომ დაცული იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტი. აქაც უბრალოდ იგივესთან გვაქვს საქმე. თუ იქნება გამჭვირვალე NGO-ების საქმიანობა, ამ შემთხვევაში მაგალითად კონკრეტულ დონორებს გაუჭირდებათ ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება პოლარიზაციის მიზნით, როგორც არის სირცხვილია, დროა და შემდეგ. ამ შემთხვევაში დონორი არასწორი გავლენები იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებში. ამ შემთხვევაში უკვე ვის აქვს არასწორი გავლენა სამყაროში? დასავლეთში. დავასრულებ. მაგალითად გეტყვით კონკრეტულ მაგალითებს, კონკრეტული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება ევროკავშირს, EED, აფინანსებდა ამ ქვეყანაში პოლარიზაციას. კერძოდ აფინანსებდა რეალურად პოლიტიკურ პარტია დროას, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მაპოლარიზებელი პოლიტიკური სუბიექტი ამ ქვეყანაში, თან აფინანსებდა არა რაღაც პროექტებისთვის, არამედ პირდაპირ პარტიის აქტივისტების ხელფასებს და ოფისების ხარჯებს იხდიდა EED, რაც არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა, ზოგადად კონსტიტუციური პრინციპების უხეში დარღვევა და რაც არის თავარია ჩვენთვის პოლარიზაციის პირდაპირი დაფინანსება. ამას აკეთებდა ევროკავშირი, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება ევროკავშირის ფონდი იხდიდეს ფულს პოლარიზაციაში, როცა იმავდროულად ევროკავშირი გთხოვს დეპოლარიზაციას, ხო? ასეთი მაგალითები არის არაერთი. არის სირცხვილიას მაგალითი. იყო შემთხვევები, როდესაც არჩევნების არალეგიტიმურად წარმოჩენის კამპანიას პირდაპირ აფინანსებდა კონკრეტული უცხოური ფონდი, ორგანიზაცია. კი ბატონო, ეს მაგალითად მოგვისმენია. კი, ანუ შესაბამისად, ხო, ასევე აქ მაგალითად ვფიქრობთ, რომ არასწორი გავლენებისგან უნდა იყოს თავისუფალი, როგორც არის პოლიტიკური პარტიები. თუ მათი დაფინანსების წყაროები მოგწონთ თქვენთვის სწორია, მაშინ როგორ ამბობთ, რომ ეს პარტიები რევოლუციას აწყობენ, ან მათი მიზანი რევოლუცია? თუ პოლიტიკურ პარტიებს კანონმდებლობით აზღვევთ, რომ არასწორი გავლენები, არასწორი ფინანსები ამ პარტიებში არ მივიდეს. მაშინ ეს პარტიები, ანუ ესე იგი მოგწონთ თქვენ ის წყაროები, ანუ თქვენთვის სწორია. და თუ სწორი გზებით იღებენ ისინი დაფინანსებას, რევოლუციას როგორ აწყობენ? არასწორი მიმართულებით მიდიხართ, ნახეთ. როდესაც რაღაც არ არის გამჭვირვალე, იქ არის რისკები, ხო? პარტიების შემთხვევაში საზოგადოებისთვის არის გამჭვირვალე დაფინანსება, პარტიების დაფინანსება, აქედან გამომდინარე საზოგადოება შეუძლია ჩაიხედოს, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ პარტიას და შესაბამისად რა გავლენებს ექვემდებარება შესაბამისი სუბიექტი ამ ქვეყანაში. აქაც NGO-ების გამჭვირვალობის მთავარი მიზანი არის ის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენ ხო არ ვამბობთ, რომ EED-ს აუგზავნოთ მაგალითად დროას ან სირცხვილიას დაფინანსებას. ამას ხო არ ვამბობთ, ამას კანონი არ ამბობს. კანონი ამბობს ერთ-ერთ რამეს. საზოგადოებისთვის უნდა იყოს გამჭვირვალე ეს ყველაფერი და საზოგადოება რო დაინახავს, რომ ცუდი რაღაცები ფინანსდება ამ ქვეყანაში, მაგალითად ამ კონკრეტული ფონდიდან, ამ შემთხვევაში EED-ს კონკრეტულ ფონდს აღარ ექნება мотивация, რომ ეს ცუდი რაღაცა დააფინანსოს. ეს არის გამჭვირვალობის მთავარი მიზანი, ამოცანა, რაც არის უბრალოდ კლასიკა, ხო? ამას ემსახურება ეს კანონი. ანუ მე მგონი დამეწიეთ შარშან როცა ეს კანონი გაიწვიეთ, შარშანაც მოგწონდათ პრინციპში ეს კანონპროექტი, წელსაც მოგწონთ და არგუმენტები არც შარშან და არც წელს თქვენთვის არ არსებობს.
სამყაროში. მაგრამ მე გაგახსენებ რამდენიმე დღის წინ საუბარი გქონდა ამ არგუმენტებთან. ეხლა მე დღეს ვფიქრობ, რომ საერთოდ აქვს თუ არა, რა შედეგი აქვს თქვენთან არგუმენტებზე საუბარს. არგუმენტი, რომელიც საერთოდ არც ერთი არგუმენტი მოსმენა არ გინდათ. და საერთოდ არ ასხივებთ мотиваციას ბატონო ირაკლი, რომ რომელიმე არგუმენტი შეგვიძლია გაიაზრო და გააცნობიერო. ერთი მითხარით არგუმენტი. კი ბატონო, ერთი არგუმენტი ჩემთვის არის გუშინ ქუჩაში გამოსული ადამიანები, რომლებიც სპეცრაზმით თუ შეიძლება დავასრულებ, შარშან თქვენთვის ეს არგუმენტი იყო. შარშან როდესაც ეს კანონპროექტი თქვენ უკან გაიწვიეთ, არა ბატონო ირაკლი დამასრულებინეთ. შარშან როცა გაიწვიეთ, თქვენ თქვით რომ პრევენციას ახდენთ ქვეყანაში ვითარების ესკალაციის. მე ზუსტად მახსოვს რომ თქვენ ამბობდით ამას. ესკალაციისგან თავის ასარიდებლად ჩვენ ამ კანონპროექტს უკან გავიწვევთ და პასუხისმგებლობას ვიღებთ. ესკალაცია არ არის ის რაც გარეთ ხდება, აი გარეთ წეგან როცა უბრობდით ვითარების დამშვიდება როგორ წარმოგიდგენიათ. ეს არ არის ესკალაცია. პირველ რიგში თქვენ ახლა აღიარეთ რომ არგუმენტი არ გაქვთ, იმიტომ რომ ეს ყველაზე მთავარი არგუმენტია დღეს, თორემ რამდენიმე დღის წინ ბევრი არგუმენტი ჩამოვიდა. მაშინ ახლა არგუმენტი არ გაქვთ. კიდევ ვინ უნდა თქვას, ან რა უნდა დაემუქროს ქვეყანას, სენატორებისგან წერილი მიიღეთ, რა უნდა დაემუქროს ყველას ერთად, რომ გაიწვიოთ უკან თქვენი კანონი, რომლის გარეშეც 12 წელი გაუმჭვირვალე პროცესს იტანდით და თურმე რევოლუციის პრევენციას ამდენი ხანი ვერ ახდენდით. 2 წელი ხო ვერ ახდენდით, 2 წამი დამაცადეთ. ამიტომ იყო ორი მცდელობა 2020-დან 2023-ის ჩათვლით ვერ ვახდენდით, იმიტომ რომ არ იყო გამჭვირვალობის კანონი. ხა რაც შეეხება არგუმენტებს, მარტივი კითხვას გისვავთ. მითხარით ერთი არგუმენტი, რის გამოც კანონი შეიძლება არ მოგწონდეთ. მითხარით. ბატონო ირაკლი. ხალხი ქუჩაში არ არის. ჩამოგითვალოთ? მითხარით, ხო, ერთი არ ჩამოვიდეთ, ერთი. თქვენ უტევთ დასავლეთს. როცა ქვეყნის ინტეგრაცია, ევროინტეგრაცია არის მთავარი მიზანი, თქვენ ჩაწერეთ კონსტიტუციაში და ხელს უშლის. ვინც უნდა გადაწყვიტოს ის ამბობს რომ ხელს უშლის. ახლა მაგაზე არა, ეგ არ არის არგუმენტი. მე გეკითხებით. აი როცა ორი განცხადებაა, ერთი მაღალჩინოსნების ევროპიდან და ერთი თქვენი. თქვენ შარშან პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღეთ რომ კანონს უკან გაიწვევდით და წელს პირობა დაარღვეთ და მაინც დააბრუნეთ და გადაწყვეტილება ვინც უნდა მიიღოს ის ამბობს რომ ვერ მოხდება ამით ჩვენი ევროინტეგრაცია. ვის დავუჯეროთ უკაცრავად? ახეთ 10 წუთი გთხოვთ ერთი არგუმენტის თქმას და თქვენი არგუმენტი არის აბა წაიგითხეთ 14 სენატორის წერილი და აბა ნახეთ რას ამბობს ქუჩაში ვიღაცა. არასამთავრობო ორგანიზაციები არ დაირქმევენ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლის იარლებს ბატონო ირაკლი. პასუხი გინდათ მაგაზე? კი, თქვენ ამბობთ რომ ეს კარგი ტერმინია, ვისაუბრია და მაგიტომ არ გითვლით, თორემ კიდევ გავაგრძელებ. რა შეეხება იმას, აყენებს თუ არა? კი, არა იყოს დაიტოვოს. პირველი რა შეეხება იმას, აყენებს თუ არა ეს კანონი ერთ სიბრტყეზე მტერს და მოყვარეს. არა, ახლა ეს არის იმხელა აი სამარცხვინო მარტივი სპეკულაცია, რომ ასეთი მეორე ვერ წარმოვიდგენია, გეტყვით რატომ. მაგალითად არსებობს კიდევ ერთხელ კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ. ამ კანონის მიხედვით პარტიის დაფინანსება არის აკრძალული ნებისმიერი ქვეყნისგან. იქნება ეს რუსეთი, ამერიკა, ევროპა, აფრიკა თუ ავსტრალია. ნებისმიერი ქვეყნიდან და კონტინენტიდან არის აკრძალული პარტიის დაფინანსება. ზუსტად იგივე სპეკულაციური მიმართულებით თქვენ შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ პარტიების კანონი მთელი ამ წლების განმავლობაში ერთ სიბრტყეზე აყენებდა მტერს და მოყვარეს. ეს ხო აი უმარტივესი სამარცხვინო სპეკულაციაა. ეს ხო არ არის არგუმენტი. იდიო ხომ ახსენეთ ახლა. იდი ხომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული. სხვა კიდე რომელი ორგანიზაცია აი რამდენი კვირა ეს პროცესი მიდის, სხვა რომელი ორგანიზაციაა, რომელიც არ ფინანსდება დასავლეთიდან და დასავლეთს არ უტევს. უბრალოდ კანონი ამით დასავლეთს არ უტევს. ახლა პირველი არგუმენტი ხო გაგიბათელეთ, ანუ არის პარტიების შესახებ კანონი, რომელიც ერთ სიბრტყეზე აყენებს ყველა ქვეყანას, შესაბამისად ეს რაზეც მიდიოდა საუბარი მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ თითქოს ეს ნიშნავს ევროკავშირის ან ამერიკის რობტრად გამოცხადებას, არის სერიალი სიყალბე, იმიტომ რომ უკვე მოქმედებს წლებია საქართველოს პარტიების შესახებ კანონი, რომელიც ამბობს, რომ მაგალითად ამერიკას, ევროპას ეკრძალება საქართველოს პარტიების დაფინანსება. ეს ნიშნავს იმას, რომ არათუ გამჭვირვალობაზეა საუბარი, საერთოდ ეკრძალებათ პარტიების დაფინანსება. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკა არის სწორად გამოცხადებული პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონით, რომელიც თორსები 1997 წელს არის მიღებული და იქიდან მოქმედებს.
არავის არ შეუცვლია. თქვენ საუბრობთ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებსაც აქვთ ქვეყანაში რევოლუციის მიზანი, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებიან დასავლეთიდან, ანუ თქვენ დასავლეთიდან ხედავთ ქვეყანაში რევოლუციის საფრთხეს, დესტაბილიზაციის თუ ასე შემდეგ საფრთხეებს ხედავთ დასავლეთიდან და ასე ხედავთ თქვენ საფრთხეებს თანაბრად რუსეთიდან და დასავლეთიდან. შეიძლება თანაბრადაც ვერ ხედავთ ბატონო. ეს სპეკულაცია. რაც შეეხება საფრთხეებს, საიდანაც მეტი საფრთხე მოდის, იქ კიდევ უფრო მეტად მუშაობთ. ამის შედეგი არის ის, რომ თუ მაგალითად საუბარი გაქვთ ქვეყანაზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიების 20%, ხო? თუ პრორუსული პარტიები და საარჩევნო სუბიექტები 2013-14 წლებში ამ ქვეყანაში იღებდნენ ხმების 20%-ზე მეტს, ახლა იღებენ 2-3%-ს. ხედავთ თქვენ რაშია საქმე. მაგრამ ეს ანიშნავს იმას, რომ სხვა მიმართულებებით არ უნდა ვიზრუნოთ სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაზე. როცა კი ფინანსებენ ღიად, უხეშად ამ ქვეყანაში მაპოლარიზებელ ორგანიზაციებს. იქ რატო არ უნდა დავიცვათ სახელმწიფო სუვერენიტეტი? იქ არ არის დასაცავი სახელმწიფო სუვერენიტეტი. ამიტომ არის, რომ ნებისმიერი კანონი, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას ერთ სიბრტყეზე უნდა აყენებდეს. თუ საუბარია სახელმწიფო სუვერენიტეტის საფრთხესაც ყველა ქვეყანაში უნდა ვხედავდეთ ჩვენი სუვერენიტეტის. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, კონკრეტული წყაროები ჩამოგითვალეთ. მხოლოდ რუსეთი არ ებრძვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული, იმიტომ ქვია ამ ქვეყანას დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომ მან საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას ყველა მიმართულებით. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ნახეთ, ყველა კითხვაზე გიპასუხეთ, ვერც მიბრუნებ. მე რაც არ უნდა არც მაქვს მაინც და მაინც განსაკუთრებული მოლოდინი, ამიტომ გითხარით რამე შედეგი მოყვება თუ არა. მაგრამ მე მაინც ჟურნალისტი ვარ, კითხვას ვსვამ. თუ შეიძლება ერთი კითხვა კიდევ მინდოდა დამესვა, ესე იგი ჩვენ რამდენიმე დღის როცა ვსაუბრობდით ანალოგიური საუბარი ქონდა. ჩვენ გითხარით, კი ბატონო. საკონად ვერც ერთი არგუმენტი ვერ დამისახლა ამ ეს გადაწყვიტოს მაყურებელმა, რომლის დიდი ნაწილი ქუჩაშია და აპროტესტებს თქვენ სამ კანონს. ბატონო ირაკლი, თქვენ ამბობთ, რომ ამ კანონით ევროინტეგრაცია მოხდება, ისე როგორც ჩარჩენ სტატუსი მივიღეთ თურმე მთავრობის. არა, ეგარ მეთქვამს. ისე მარტივად წინსვლა. დაჩქარდება ევროინტეგრაცია, იმიტომ რომ ჩვენ თუ თავიდან ავიცილებთ რევოლუციური პროცესების თუნდაც გონებაში გავლებას, ეს რა თქმა უნდა მხოლოდ დააჩქარებს. იგივე როცა საუბარი მქონდა ეს არის ღირსებით ევროპისკენ, ხო? ანუ ასე? სპეცრაზმით, წყლის ჭავლით, ახალგაზრდების დარბებით. ასე ეს არის ღირსება და ეს არის ღირსებით ევროპისკენ. არაპროპორციული ძალა რატომ გამოიყენეთ ბატონო ირაკლი გუში? მაგ თემაზე გითხვა თუ გაქვთ, მოდით მაგ თემაზე ვისაუბროთ. კი ბატონო, სახალხო დამცველმა თქვა, მასვე დააბრალებთ გლობალური ომის პარტიის წევრობას. ქრონოლოგიურად გავარჩიოთ, რა მოხდა გუშინ. მიიღო თუ არა შეკრებამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, ხომ? ზუსტად არის კანონმდებლობით გაწერილი სხვათა შორის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, როდის იღებს შეკრება კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის პიკეტირება და საუბარია უმთავრესი კონსტიტუციური ორგანოს შენობის პიკეტირებაზე. ანუ პირველი მყარი არგუმენტი. კანონსაწინააღმდეგო ხასიათი თავიდანვე მიიღო შეკრებამ, როდესაც პიკეტირებისთვის გადაინაცვლეს ჭიშკართან მომიტინგეებმა. ხო, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი და ეს არის ქართული კანონი, ეს პირველი. მეორე იყო თუ არა სამართალდამცავების მიმართ უხეში შეურაცხყოფა და ასევე უხეში ძალადობა. მათ შორის აქამდეც მივა. მეორე, ანუ პიკეტირება კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის საფუძველი, ხო, პირველი იყო ცალსახად, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. მეორე, ძალადობა, შეურაცხყოფა სამართალდამცავების წინააღმდეგ. ესეც იყო აშკარად სახეზე, არაერთი უამრავი ფაქტი. მეტი ეს რაღაც არ ხდება ხოლმე სხვათა შორის, ეს მეტყველებს ზუსტად იმაზე, თუ რამდენად ევროპულად მოქმედებდა მთლიანობაში იყო ინციდენტები, იყო სამწუხარო ფაქტები, მაგრამ მთლიანობაში რომ ევროპულად მოქმედებდა სამართალდამცავი სტრუქტურა, ამაზე მეტყველებს ერთი მარტივი რამ. ეს რამე არ ხდება ხოლმე ევროპაში, მაგას ვერ ნახავთ. 6 პოლიციელია დაშავებული და 5 მომიტინგე. როგორც ესე არის ხოლმე 1-10-ზე თანაფარდობა, როცა ასეთი მასშტაბის ძალადობრივი მიტინგები იმართება ხოლმე ევროპის ქვეყნებში. 6 სუღურებდით 5-ზე მეტი დაშავება და 5-ზე მეტი შეურაცხყოფა იყო. ერთი წამით. რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას, კლინიკაში გადაყვანას. 6 პოლიციელს დაჭირდა კლინიკაში გადაყვანა და დაჭირდა 5 მომიტინგეს კლინიკაში გადაყვანა.
ბატონო ირაკლი, პიკეტირებაზე როდესაც საუბრობთ და მაშინ დაიწყო დარბევა დეპუტატები რომ გამოსულიყვნენ პარლამენტიდან, მაგრამ ეს აქციის მონაწილეები რომ ქვემოთ უკვე ჩამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე და იქ დაიწყო წყლისჭავლი. ეს არის პროპორციული ძალა. სახალხო დამცველმა ასე ზუსტად წუთებით შეიძლება ასე ვერ იტყვით რომ გლობალური გავაგრძელებ. ნახეთ, რაში იყო საქმე. ესე იგი, ვითარება იყო ასეთი, ხო? პიკეტირება იყო პირველი განსაცინაო ქმედება, შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა სრული უფლება, რომ ის ტერიტორია გაეწმინდა. და ტერიტორიის გაწმენდის დროს, რა თქმა უნდა, იყო იქ ძალის გამოყენება, რაც იყო აბსოლუტურად პროპორციული. ამის შემდეგ დაიკავა კონკრეტული პოზიციები შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯიშკრის ქვემოთ. და ასეთი გეგმა იყო, რასაც მე პირადად მქონდა საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრთან 11 საათისთვის, ღამის 11 საათისთვის ვესაუბრე შინაგან საქმეთა მინისტრს და ასეთი გეგმა მქონდა, იკლებდა უკვე დაწყებული მქონდა კლება იქ შეგრებილი ადამიანების რაოდენობას, უკვე სერიოზული გადინება იყო და ჩვენი გეგმის მიხედვით 12 საათზე მთლიანად უნდა გასულიყო ეზოში სპეცრაზმის ძალები 12 საათისთვის. როდესაც დაინახეს მომიტინგეებმა, რომ მათი რაოდენობა სერიოზულად იკლებდა, არ უნდათ ამის ასე დატოვება და 23 საათსა და 20 წუთზე დაახლოებით, წუთები შეიძლება მეშლებოდეს, დაიწყო უხეში ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ. ეს გამოიხატებოდა საგნების სროლით, რის შედეგადაც მიადგა უმეტესად ამ პოლიციელებს სწორედ ეს დაზიანებები, ეს გამოიხატებოდა ძალიან უხეში შეურაცხყოფით, გინებაზე აღარ მაქვს საუბარი, პირდაპირ ერთ-ერთი ფაქტია დაკავებულია ეს გულწრფელი ახალგაზრდა, პირდაპირ მივიდა და ერთ-ერთ პოლიციელს შეაფურთხა სახეში. აი ესეთი რაღაცები ხდებოდა, უმძიმესი პროვოკაციები. ანუ დაახლოებით 23 საათსა და 20 წუთზე ამ ნაწილმა შეკრების მიიღო უხეშად ძალადობრივი ხასიათი. ამის გამო წევრმა ხაბეიშვილმა რა გააკეთა? ამის გამო ასეთი სისასტიკით რომ გაუსწორდა. ეთქვით ყველაფერს. 23 საათსა და 20 წუთზე მაშინ როდესაც კიდევ ერთხელ გავიმერებ, შეთანხმებული ვიყავით შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, რომ 00 საათზე უნდა დაეტოვებინა სპეცრაზმს მთლიანად პერიმეტრი და უნდა გადასულიყო ეზოში, ხო? აბსოლუტურად მშვიდობიანად დასრულდებოდა ეს ყველაფერი, ხო? ხდება რა 23 საათსა და 20 წუთზე ეს რადიკალური ახალგაზრდული დაჯგუფებები იღებენ დავალებას, რომ დაუშვინონ მძიმე საგნები, პოლიციელებს მიაყენონ უხეში შეურაცხყოფა, ხელით გაიწიონ მათი მიმართულებით და ამან გახადა აუცილებელი საბოლოო ჯამში, როგორც აირის გამოყენება, ასევე წყლისშავლის გამოყენება, რამაც გამოიწვია მთლიანობაში ვითარების ესკალაცია და ეს პროცესების შემდეგ ასე გაგრძელდა. გარდა ამისა, ერთჯერადი გამოყენების შემდეგ რამდენჯერმე დაუბრუნდნენ მომიტინგეები იმ ადგილს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ წარემართათ საკუთარი აგრესიული ქმედებები. ეს არის ფაქტების კონსტატაცია. აი დღევანდელი დღე რო წარმოვიდგინოთ, მაგალითად, დღესაც დარწმუნებული ვართ, როგორც უკვე თქვი, რომ აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე. მომიტინგეები ამისთვის ყავთ 300 კაციანი, ერთსამით ამასულებინეთ. 300 კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი ყავთ, მობილიზებული. ეს არის ამ ეგრეთ წოდებული ახალგაზრდული ორგანიზაციების ჯგუფები, რომლებსაც არსებითად აფინანსებენ კეზერაშვილი, ასევე ხაზარაძეს ხავს პატარა დაჯგუფება, არის ასევე კონკრეტული დაჯგუფებები, რომლებიც კონკრეტული წყაროებიდან იღებენ დაფინანსებას, რაც გახდება გამჭვირვალე ამ კანონის მიღების შემდეგ და ეს 300 კაციანი დაჯგუფებების ერთობლიობა დღესაც გადავა ძალადობაზე. და წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, რომ არის სპეცრაზმი, რომელსაც დაუშენენ ქვებს, შუშის ბოთლებს, გადავლენ პირდაპირ ხელჩართულ დაპირისპირებაზე, რა უნდა გააკეთოს ამ დროს? აბა დღესაც შეიძლება იგივე. ერთზამით. ხო, დღესაც იქნება იგივე. ძალადობაზე გადავა დღესაც. ბოლო კითხვა მაქვს ბატონო ირაკლი. არა, ერთზამით კითხვა მე დაგისვით კითხვა. კითხვა დაგისვით, სანამ ბოლო კითხვას დასვათ, მე დაგისვით კითხვა. აი შუშის ბოთლებს რო ესვრიან მასობრივად ან ქვებს მასობრივად ეს მასობრიობაა თუ რამდენიმე შემთხვევა პირდაპირ ეთერით სპეცრაზმით, წყლისჭავლით, სპრეით, გაფრთხილების გარეშე ერთი წამით ახლა კითხვაზე პასუხს რო ვერ ვცემ, ნახეთ ამას უყურებს ერთზამით ამას უყურებს საზოგადოება. კანონთან დაკავშირებით ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიტანეთ და რაც შეეხება სპეცრაზმის მოქმედებებს,
ვერც ერთ საკითხთან დაკავშირებით არგუმენტი ვერ თქვით. რაც შეეხება კიდევ ერთხელ გავიმეორებ გადასტომებს, იყო რამდენიმე ძალიან სამწუხარო ინციდენტი, როდესაც მაგალითად გაუსწორდნენ კონკრეტულ მომიტინგებს, იქაც ძალიან რთულია მოთმენა, რა თქმა უნდა, პოლიციელებისთვის, როცა მოდის კონკრეტული მომიტინგი და სახეში გაფურთხებს. ყველა ვერ უძლებს ამას, ძალიან უმეტესობამ გაუძლო 100-დან ერთმა ვერ გაუძლო და ამიტომ იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი. რაც შეეხება ხაბიაშვილის შემთხვევას, რა თქმა უნდა, დაზიანებები არის ძალიან მძიმე და მას სჭირდება ბუნებრივია შესწავლა და ეს არის ყველაზე სამწუხარო, ასე ვთქვათ, ინციდენტი მთელ ამ გუშინდელი დღის განმავლობაში, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო ცალკეული ინციდენტები, მაგრამ რაც შეეხება შეკრების ძალადობრივ ხასიათს კანონის მიხედვით და კანონის მიღმაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ დადგება ეჭქვეშ და ის რომ იძულებული იყო სპეცრაზმი გამოიყენებინა შესაბამისი ზომები, ესეც ვერავითარი ფორმით ვერ დადგება ეჭქვეშ. როცა დღეს ქვებს, შუშის ბოთლებს დაუშენენ სპეცრაზს, იგივე ზომების გამოყენება დაჭირდება. წყლის შავლი, აირი და ნებისმიერი სხვა ზომა, რაც არის გათვალისწინებული პროპორციულობის პრინციპით. მადლობა. რიტორიკული კითხვა მაქვს, რაც ეს კანონი დააბრუნეთ, მას მერე გამიჩნდა და ბარემ ვისარგებლებ. ბატონო ირაკლი, ძალაუფლების დასათმობად მზადება დაიწყეთ თუ ჯერ არა? და თუ იცით ბიძინა ივანიშვილი რას ფიქრობს? რა გვეთყობა მაგის? ერთი წუთით კანონის მერე დამეწყო ეს ფიქრი. ერთი წუთით. ნახეთ რა შეასაქმე აქვს. ძალაუფლება საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ აგენტურა არ შეიძლება დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ქვეყანა უნდა მართოს ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა თავსმოხვეულმა აგენტურამ. შესაბამისად უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისათვის, რომ აგენტურას არათუ პრაქტიკული თეორიული შანსიც არ დარჩეს ამ ქვეყანაში. და ეს კანონი მათ შორის, რა თქმა უნდა, ამას ემსახურება. და მთავარი რა არის, ნახეთ, ჩვენ არჩევნებზე არაფერი არ გვემუქრება. 61.9% იყო ბოლო კლების თანახმად ჩვენი რეიტინგი. ანუ არჩევნების მოგება შეგვიძლია თავისუფლად, მაგრამ ეს კი არ არის მთავარი. ჩვენ მოვიგეთ 2020 წელსაც არჩევნები და ვართ იმის მერე ხელისუფლებაში, მაგრამ ამ 3 წლის განმავლობაში იყო რევოლუციის ორი მცდელობა. ეს რომ არ ყოფილიყო, კიდევ ერთხელ ვამბობ, მინიმუმ ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა დღეს 5 მილიარდი დოლარით მეტი, მინიმუმ გეუბნებით ამას. მარტივად შეიძლება ამ ყველაფრის დათვალა. და 5 მილიარდი დოლარით მეტი როცა არის ჩვენი ეკონომიკა, ასე დროს შეგიძლია მილიარდი დოლარით მეტი დაამობილიზო სახელმწიფო ბიუჯეტში. მილიარდი დოლარით მეტი ნიშნავს იმას, რომ რა პროექტებიც კეთდება, იმაზე ბევრად მეტი შეგიძლია გააკეთო, შეგიძლია სოციალურ პროგრამებს მოახმარო და ეს შემდეგ. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ეს გამუდმებული მცდელობა ვითარების არევის რევოლუციის და ეს შემდეგ ჩვენ ვერ გვარყევს, ხო ხედავთ, ზედიზედ 8 არჩევნები მოვიგეთ და მე-9 არჩევნებსაც მოვიგებთ, მაგრამ ქვეყანას არ ასვენებენ, მის ეკონომიკას არ ასვენებენ, ამიტომ გვჭირდება ჩვენ სტაბილური სამომავლო განვითარებისთვის მყარი საფუძვლების შექმნა. და ამას ემსახურება გამჭვირვალობის კანონი. აი, ხა ის ხო არა ხარ, თინა ბოგუჩავა ხო არა ხარ. ისავი ორი სალომე უერთაშვილი ისმის ხო? ბატონო ირაკლი, ორი კითხვა მაქვს თუ შეიძლება. ერთი, თუ კი ვითარება უფრო მეტად გამწვავდა და პროტესტებაც მასშტაბური ხასიათი მიიღო და გაგრძელდა ეს ყველაფერი, უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ხელისუფლებამ სიტუაციის დამშვიდების მიზნით მესამე მოსმენა გადადოს. თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ ეს არჩევნები იქნებოდა ერთგვარი რეფერენდუმი და გამარჯვების შემთხვევაში, თუ კი იყო ასე, შესაძლებელია თუ არა, რომ მესამე მოსმენა სწორედ ამის შემდეგ განხორციელდეს. და ამის შემდეგ ერთ კითხვას დავსვამ კიდევ. ნახეთ როგორია პროცედურა. ჩვენ გვექნება 2 კვირაში მესამე მოსმენა, აქედან დაახლოებით 1 თვეში 4 კვირაში იქნება ვეტოს დაძლევა. ჩვენ მიგვითითებენ ხოლმე ზოგჯერ ვენეციის კომისიაზე, რომ იქნებ დაიცადოთ და ასე შემდეგ. ეს ვენეციის კომისიის დასკვნა ჩამოდის იქამდე, ვიდრე მოხდება ვეტოს დაძლევა. თუნდაც ამას დაელოდეთ, თქვენ გახსოვთ შარშან. ჩვენ ვამბობდით რას? აი, კარგად გაიხსენეთ, საოცრება ახლა რასაც გავიხსენებ. შარშან ჩვენ რას ვამბობდით? პირველი მოსმენით მივიღეთ კანონი, შემდეგ თქვით ასეთი რამ, ვაგზავნიდით ვენეციის კომისიაში და ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღებამდე საერთოდ აღარ გავაგზელებდით კანონის განხილვას. ეს პირობა პირდაპირ იყო დადებული. ამის მიუხედავად პირდაპირ გამოვიდნენ უხეშად აქაური აგენტურა და მათი, ასე ვთქვათ, მეგობრები და პირდაპირ გითხრეს, რომ არ გაბედოთ. ვენეციის კომისიაში გაგზავნაც კი არ გაბედოთ. წარმოიდგინეთ, ხარ ასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, ხა ასეთ რაღაცებს რო ვიხსენებთ, კიდევ ერთხელ ჩვენ გვრჩება ეს აღქმა,
რომ ვიღაცებს უნდათ რომ ეს ქვეყანა არასდროს არ დაასვენონ. და აქ როგორ არის იცით საქმე? თუ გაიტან ამ ყველაფერს, როგორც მოხდა ეს იგივე 2023 წელს, მაშინ რა მოხდა? ცდილობდნენ ვიღაცები ერყიათ ეს ქვეყანა, არ დაესვენებინათ, მოეწყოთ რევოლუცია ამ ქვეყანაში და არ მაქვს საუბარი ხაზგასავალ ევროკავშირზე. სამწუხაროდ ევროკავშირი იმ მომენტში მოექცა სერიოზული ზეწოლის ქვეშ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო გამარტივდა ევროკავშირზე ზეწოლა სხვადასხვა მიზეზების გამო და მოხდა ისე რომ 2022 წელს ჩვენ უსამართლოდ ყოველგვარი ახსნის როგორ შეიძლება ახსნა რატომ არ მოგცეს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი რამე ახსნა აქვს ამას ხარავითარი ახსნა არ აქვს მოლდოვას აძლევთ ესეთეს წევრს უკრაინას აძლევ საქართველოს არ აძლევ კორუფციის კუთხით იცით რა ხდება მოლდოვაშიც და უკრაინაშიც კორუფციაში იხრჯობა ორივე ქვეყანა პირდაპირ ფორმით რო ვთქვათ ინსტიტუტების სისუსტე რა ვიცი ყველაფერი სასამართლოს პრობლემები და ეს შემდეგ იმ ორ ქვეყანას აძლევს სტატუსს საქართველოს არა ამას ხარავითარი ახსნა არ აქვს ანუ მაშინ ევროკავშირი მოექცა სერიოზული ზეწოლის ქვეშ და ამიტომ აბსოლუტურად უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი რაც გამოყენებული იქნა რევოლუციის მცდელობისთვის ხო ეს ყველას გახსოვთ ეს პროცესები ახსნა ხო არა აქვს აი რატო არ მოგცეს 2022 წლის ივნისში ამას ვერავინ ვერ ახსნის საბოლოო ჯამში ჩვენ რა მოახერხეთ შეგვენარჩუნებინა მშვიდობა მოახერხეთ თავიდან აგვეცილებინა დესტაბილიზაცია ამ ქვეყანაში და ბოლოს მივიღეთ კანდიდატის სტატუსიც თუ იქნები პრინციპული შენ გადაწყვეტილებებში ამ შემთხვევაში იგივე შედეგს მიიღებ შეინარჩუნებ მშვიდობას სტაბილურობას და წახვალ კიდევ უფრო წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით მაშინ ჩვენ პრინციპულად ვარ გვებრძოლა ბოლომდე ვარ გაგვეტანა ყველაფერი ამ შემთხვევაში დღეს არ გვექნებოდა არც მშვიდობა შესაბამისად მით უმეტეს არც სტაბილურობა და უკან მოგრჩებოდა საერთოდ ევროკავშირი როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში ხდება ხო აქედან გამომდინარე თავარი არის ეროვნული ღირსების და პრინციპების ბოლომდე დაცვა ამას თუ გააკეთებ ამ შემთხვევაში შედეგებს მივიღებ ყველა მიმართულებით ამ კანონსაც მივიღებთ და ევროკავშირის წევრიც გავხდებით ყველაზე ადრე. აქ დავაზუსტებ თუ შეიძლება, ანუ მესამე მოსმენის გადადება არ მოხდება, თქვენ ვენეციის კომისიის დასკვნა ახსენეთ, ბეტომდე შეიძლება ჩამოასწროს. მესამე მოსმენა ჩადარდება 2 კვირაში, აქედან 4 კვირაში იქნება ვეტოს დაძლევა, ასე არის სტანდარტულად. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმეს უნდა აინტერესებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნახვა ამის საშუალება იქნება ვეტოს დაძლევამდე და ნახოთ რა ეწერება იქ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნახეთ რა შეეხება კანონს. გამომდინარე იქნება რომ ეს არის უმარტივესი კანონი. არის სულ რამდენიმე გვერდი და წერია ერთადერთი რამ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა გამოქვეყნდეს დეკლარაციები, ხო? როგორ შეიძლება ამაზე ვინმეს კონდეს რაიმე სამართლებრივი კონტრარგუმენტი? როგორ შეიძლება ვინმე თქვას, რომ ხალხს არ უნდა კონდეს ინფორმაცია NGO-ების დაფინანსების შესახებ? როგორ შეიძლება თქვას ევროკავშირმა ან ვენეციის კომისიამ, რომ გამჭირვალობა მინიმალური სტანდარტი გამჭირვალობის არის ცუდი. უბრალოდ ბუნებაში ვერ იარსებებს ეს არგუმენტი. დაელოდონ ვენეციის კომისიის დასკვნას, დაელოდონ სამართლებრივ არგუმენტებს ვენეციის კომისიის დასკვნაში. თუ ნახავენ იქ რაიმე სამართლებრივ არგუმენტს, აი ნახოთ ერთად ეს ყველაფერი. და ერთი კითხვაც თუ შეიძლება ელოდებით თუ არა ვითარების უფრო მეტ ესკალაციას იმ ფონზე, როდესაც ყოველ საღამოს ჩვენ ვხედავთ მომიტინგებს, ახალგაზრდებს და სამართალდამცველებს ერთმანეთის პირისპირ და თქვენი მხრიდან მოწოდებაც მოვისმინეთ სამართალდამცველების მისამართით. ნუ ამ რადიკალურ დაჯგუფებებს, ოპოზიციას, კოლექტიურ ნაცმოძრაობას სხვა შანსი არ აქვს, რომ დღეს არ სცადონ კიდევ ერთხელ ესკალაცია რადიკალიზაცია, თუმცა ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ წარმატების არავითარი რესურსი არ აქვთ. ახლა ასეთი აქციები იმართება უამრავ ევროპულ ქვეყანაშიც, ხო ხედავთ, მაგალითად პარიზში, ნუ შედარებაც შეუძლებელია იმასთან, რაც გუშინ ხდებოდა, ხო? არაფერი, ხა ეს როგორ შეიძლება ეს ყველაფერი, როცა პოლიტიკური უმცირესობა ატარებს აქციას, თუნდაც ძალადობრივს. როგორ შეიძლება გახდეს ეს პოლიტიკური უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი. შარშანს ხო ვითარება იყო. ამაზე ჩვენ ღიად ვისაუბრეთ. ხო, შარშან ჩვენი მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილიც შფოთავდა ამ კანონთან დაკავშირებით. არ იყო დარწმუნებული, რომ ეს კანონი იყო კარგი. შარშან იყო ეს ვითარება. მაგრამ რაც ხდება წლევანდელ მოცემულობას. წელს საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხარს უჭერს გამჭირვალობის შესახებ კანონს. აქედან გამომდინარე, წელს რა თქმა უნდა, უმრავლესობის
ნების წინააღმდეგ ვერ დავყვები ჩვენ უმცირესობის ნებას. მით უმეტეს, როდესაც ეს უმცირესობა არის გამორჩეული ძალიან მძიმე წარსული და ძალიან მძიმე აწყვეტი. გელა ფუჩკაშვილი, რადიო თავისუფლება. სამ პატარა კითხვას დაგისვამთ. პრინციპში ერთ-ერთ საკითხზე ბოლოს ისაუბრეთ, თუმცა მაინც დავაკონკრეტებ, არის თუ არა რაიმე შემთხვევა, როცა მმართველი პარტია განიხილავს გასული წლის მსგავს სცენარს, როცა კანონპროექტს უკან წაიღებს. თუნდაც გავაგრძელებთ ყველა კითხვა შემოგვიდა და ერთიანად მიპასუხეთ. მეორე საკითხი თქვენც ისაუბრეთ, რომ სამართალდამცავების მხრიდან იყო გარკვეული შემთხვევები, როდესაც ჩანდა კადრებში ძალადობის შემთხვევები. თუ თანამშრომლობს თქვენი ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან იმ სამართალდამცავების იდენტიფიცირებაში, რომ დადგინდეს ვინ იყო ის კონკრეტული სამართალდამცავები, რომლებიც ძალადობდნენ. ალბათ ნანახი გექნება თქვენ სახეში ჩართქმის შემთხვევაც. თუმცა აქ აღსანიშნავი არის, რომ ამ სამართალდამცავების ნაწილს მხოლოდ თვალები უჩანდათ და თუ ქონდათ კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამ მხრივ, როგორ შეიძლება დადგინდეს ეს კონკრეტული სამართალდამცავები ვინ იყვნენ და მესამე კითხვასაც გიბასკოვდა განავრცეთ. რაც შეეხება თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ღია ვართ და იქნება კოორდინაცია სტრუქტურებს შორის იმისათვის, რომ შესწავლილი იქნეს თითოეული საკითხი, ცალსახაა ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით. პოზიცია, პირველი საკითხი პირველი იყო გასული წლის სცენარი თუ განიხილავთ, რომ არა, რა თქმა უნდა, ეს კანონი არის იმდენად მნიშვნელოვანი სახელმწიფო სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის, რომ დაუშვებელია აქ კომპრომისი. აქ საუბარია რაზე? ნახეთ, თქვენ ხო ხართ ამ ქვეყნის მოქალაქე, თქვენ ხო არ მოგწონთ, რომ ამდენი წლის განმავლობაში, თან ეს არ არის მარტო ჩვენი ხელისუფლების პერიოდი, ხო? თქვენ გახსოვთ, რომ იყო პოლარიზაცია ძალიან მძიმე ფორმით გამოხატული 2012 წლებშიც, ხო, მანამდეც იყო პოლარიზაცია, მაგრამ მაშინ მიზეზი რა იყო პოლარიზაციის? იყო ის, რომ წინა ხელისუფლება ნაცმოძრაობა პირდაპირ პატიმრებს აწამებდა 15,000-ით მეტი პატიმარი ყავდათ ციხეებს, წარმოიდგინეთ, აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები ყავდათ ციხეში. გამოწყდეული ბიზნესის რეკეტი, ტოტალური ბიზნესის რეკეტი, ამჟამად ეს რა თქმა უნდა განაპირობებდა საბოლოო ჯამში პოლარიზაციას, მედიის მიტაცება, ხო პირდაპირ შეიჭრნენ ტელეკომპანია იმეჯი, მანამდე რუსთავი 2 მიიტაცეს, საზოგადოებრივი მაუწყებელი მიიტაცეს და ასე შემდეგ, ხო, არჩევნებს აყალბებდნენ. ეს რა თქმა უნდა ქმნიდა პოლარიზებულ გარემოს. ამის შემდეგ ეს დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა დარჩა ოპოზიციაში. და მან განაპირობა რა თქმა უნდა იმთავითვე პოლარიზაციის მაღალი ხარისხი და ეს პოლარიზაციის მაღალი ხარისხი არის შენარჩუნებული. და განსაკუთრებით გამწვავდა ეს ეგრეთ წოდებული პოლარიზაცია, ანუ რადიკალიზაცია სინამდვილეში 2020-21-22-23 წლებში და ხედავთ, რომ ყოველ წელს საზოგადოება არის უკვე დაღლილი. იმ ყველაფრით, რაც ხდება, ხო? ყოველ წელს ცდილობენ რევოლუციის მოწყობას, გამოდიან და ყოველ წელს ლაპარაკობენ, რომ არაფერს არ იმსახურებს ეს ქვეყანა, მათ შორის არც ევროინტეგრაციას და ეს შემდეგ. საზოგადოება ხო დაიღალა ამ ყველაფრით. ეს კონკრეტული კანონი არის ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას ერთ კანონი ვერ მოაგვარებს, მაგრამ ეს კანონი არის ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ პოლარიზაციის, იგივე რადიკალიზმის ჩაგედილი წრე გავარკვევთ. ეს ხო ჩვენი ეროვნული ამოცანაა, ეს ხო თქვენც გინდათ როგორც საქართველოს მოქალაქეს. ხო არ ვიქნებით მუდმივად ამ რეჟიმში, რომ ნაცმოძრაობამ ყოველ წელს უნდა ცადოს არჩევნების შედეგების მიუხედავად რევოლუციის მოწყობა, ხელისუფლებაში დაბრუნება. ეს ჩაგედილი წრე უნდა გაირღვეს და ეს იმდენად მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანაა, რომ ამ კანონზე უარის თქმა უბრალოდ არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. კი ბატონო, ერთ კითხვას კიდევ დაგისვამ, პრინციპში გაგრძელება არის თქვენი ნათქვამის. მაინტერესებს ამ კანონის მიღების თქვენ ორჯერ ახსენეთ დღესაც და ყოველთვის იხსენებთ ხოლმე შემთხვევას, რომ სულ მცირე ორჯერ იყო საქართველოში რევოლუციის მცდელობა თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. უნდა ველოდოთ თუ არა ამ კანონის მიღების შემდეგ რაიმე სამართლებრივ მიმართულებას ამ კუთხით, ანუ იმიტომ რომ ხელისუფლების დამხობა არის სამართლებრივი კვალიფიკაციაში ჩდება და შესაძლოა არის სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიეცეს. დაწყებულია თუ არა გამოძიება საქართველოს კანონმდებლობით ეს დაცული სივრცე, ასე ვთქვათ, რევოლუციის მოწყობის ნაწილში, ანუ აკრძალულია, ასე ვთქვათ. თუ აპირებს ხელისუფლება რაიმე ტიპის სამართლებრივი შეფასება მისცეს და აქამდე თუ იყო მსგავსი შემთხვევები, რატომ არ მიეცა მსგავსი შეფასება და მოკლედ როგორი არის თქვენი გეგმა ამ მხრივ? პირველ რიგში სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, რევოლუციის მცდელობა ყოველთვის არ არის დანაშაული. მაგათაც ჩვენ ნახეთ რევოლუციის მოწყობის ღია მცდელობა 2022 წლის ივნისში, ხო? როცა შენ არჩევნების მიუხედავად, არჩევნების მიღმა ითხოვ თავრობის გადადგომას და შენი მონაწილეობით თავრობის ჩამოყალიბებას, ანუ არჩევნებში მანდატი არ მიგიღია, ხარ რაღაცა NGO და გინდა რომ შენ დააკომპლექტო მთავრობა. ეს არის რევოლუცია, მაგრამ ეს არ არის ის
ფორმა რევოლუციის, რომელიც შეიძლება იყოს დასჭადი, ხო? ანუ რევოლუციის მცდელობა შეიძლება იყოს დასჭადი იმ შემთხვევაში, თუ მას თან ახლავს კონკრეტული პარალელური დანაშაულები, მაგრამ როდესაც გამოდიხარ და რეალურად რევოლუციისკენ მიყავს ქვეყანა, მაგრამ ამას არ ახლავს თან პარალელური დანაშაულები, ეს შეიძლება არ დაკვალიფიცირდეს როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. ანუ არსებობს დანაშაულებრივი რევოლუციის მცდელობა და შეიძლება არსებობდეს ისეთი რევოლუციის მცდელობა, რომელიც არ კვალიფიცირდება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. ანუ რევოლუციის მცდელობა იყო 2020 წელს, 21 წელს, 22 წელს, 23 წელს, მაგრამ რაც შეეხება დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭებას, ეს არ არის ჩემი ფუნქცია. ეს არის სამართალდამცავი უწყებების ფუნქცია. თუ ისინი ნახავენ პარალელურ დანაშაულებს, რომლებიც იქნა ჩადენილი ამ მცდელობებთან ერთად, ამ შემთხვევაში შეიძლება ასეთი საკითხიც დადგეს. და მეორე ზოგადად შეიძლება ასეთი გამუდმებული მცდელობები გახდეს მაგალითად თეორიულად პოლიტიკური პარტიის აკრძალვის ინსტრუმენტი. ხო, თქვენ იცით, რომ ამ ინსტრუმენტს ძალიან აქტიურად იყენებენ მაგალითად დღეს უკრაინაში და მოლდოვაში, თუ მაგალითად კონკრეტული პოლიტიკური პარტია არ ასვენებს ქვეყანას, ამ შემთხვევაში თეორიულად ეს შეიძლება გახდეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძველის, თუმცა მე ამაზე ვერ ვისაუბრებ, ეს არის შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურების და სასამართლოს გადასაწყვეტი. კი, ნახეთ, გამოძიებას რაც შეეხება პასუხისმგებაში ვინმე თუ მიიღებს. ნახეთ, ანუ რაც შეეხება მაგალითად ცნობილ კანვასის ტრენინგებს. კანვასის ტრენინგის ვიდეო არის აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ მიზანმიმართულად მზადდებოდა ამ ქვეყანაში რევოლუცია. მაგრამ რაც შეეხება დანაშაულის ხარეს, დანაშაულის ხარე უნდა გამოიძიოს კონკრეტულმა სამართალდამცავმა უწყებამ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რევოლუცია არ მზადდებოდა. აქაც იყო იგივე შემთხვევა, ანუ უცხოური ფული იყო ჩართული საქმეში და პირდაპირ ამზადებდნენ დღისით მზისით რევოლუციას ამ ქვეყანაში. იყო თუ არა აქ პლუს დანაშაულის ნიშნები, ეს უნდა დაადგინოს სამართალდამცავმა უწყებამ და არა მაგალითად პრემიერ-მინისტრმა. მიმდინარეობს გამოძიება ამასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს გამოძიება და რა თქმა უნდა გაგრძელდება ეს პროცესი. ეს არ არის მარტივი საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ეს ვიდეო საკმარისი არ არის დანაშაულის დასადგენად. ამის მიღმა შენ უნდა გამოიძიოთ დამატებითი გარემოებები და ამას შეიძლება რა თქმა უნდა თავის დრო. გამარჯობა ბატონო ირაკლი, თქვენი გამოსვლებიდან ჩანს, რომ საერთოდ არ გაინტერესებთ, რას ამბობენ დასავლეთში, რა მოწოდებები აქვთ ჩვენს პარტნიორებს, არ ითვალისწინებთ მაგალითად ევროკავშირის რეკომენდაციებს, ამერიკის შეერთებული შტატების მოწოდებას, ამის ნათელი მაგალითია ხო, რუსული კანონის შემოbrunება. აი ასეთი კითხვა მაქვს არჩევნებთან დაკავშირებით, თუ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ექნებათ მწვავე და კრიტიკული შეფასებები და თუ მაგალითად ისინი არჩევნების სამართლიანობას არ აღიარებენ ან ეჭვ ქვეშ დააყენებენ, თქვენ რას აპირებთ? ანუ საქართველოს გახდება მეორე ბელარუსი ან მეორე რუსეთის ფედერაცია და ოფიციალურად მზად ხართ, რომ გაწყვიტოთ ყველანაირი თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მაგალითად? რაც შეეხება არჩევნებს, თეორიულ საკითხებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო, რაც ხდებოდა 2020 წელს. 2020 წელს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მძიმე და უხეში ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ამაზე საუბრობდნენ ელჩები, ამაზე საუბრობდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები, ძალიან უხეში და მძიმე ბრალდებები 2020 წელს, რაც ეფუძნებოდა სინამდვილეში NGO-ების მიერ დასკვნების გაყალბებას. ცნობილი პარალელური ხმის დათვლა, ცნობილი ზედმეტობები, არა, რა თქმა უნდა, გაყალბდა პივიტი. ანუ მაშინ უცხოური დაფინანსებით გაყალბდა პარალელური დათვლის მონაცემები, რაც გახდა შემდეგ კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის საბაბი. აი, ნახეთ, ეს კანონი რომ მიიღება, ამის შემდეგ გაიგებს ხოლმე საზოგადოება, ვისი დაფინანსებით ყალბდება ხოლმე პარალელური დათვლის შედეგები. აქამდე არ იყო ეს ყველაფერი გამჭირ, ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ არ მინდა ამაზე ვისაუბრო, ეს არის წარსული, მაგრამ როგორც ეს კანონი იქნება მიღებული, საზოგადოება გაიგებს. თუ ვისი დაფინანსებით ყალბდება მაგალითად პარალელური დათვლის შედეგები ან ზედმეტობის შესახებ მონაცემები ან სესკოს მიერ კრიტიკული და მწვავე იქნება შეფასებები თქვენ ეკვარირებულა თუ არც მე ნახეთ რა მინდა გავიხსენო ევროინტეგრაცია მე გეტყვით არა რა შუაში ეს ერთი ნახეთ ერთი წამით კიბას რა შეიძლება არჩევნებს დასავლეთში ქვეყანა არ დაჩენილა რომელიც არ გამოხმაურებია ამ ამბავს არგუმენტის გარეშე აბა არგუმენტი თქვენ მითხარით ვერ თქვენმა გოლეგამ ვერ თქვა არგუმენტი თქვენ მითხარით არგუმენტი არა ერთი პროექტი რუსული პუტინის რეგიმი კანონი მიიღო 2012 წელს რეპრესიები არა მაგრამ ეხლა მე მაშინ დააცხადებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს მაგაზე მაგას რეგულაციურ განცხადებებს უკვე გიპასუხეთ და
გინდათ რომ რეპრესიები განახორციელოთ არასოციალიზაციებზე შემიძლია გავაგრძელოთ. ერთი არა, ეგ არც ერთი არგუმენტი არ არის. არც ერთი არგუმენტი არ არის. ახლა მომისმინეთ და მე შემეგამეთეთ. ერთი წამით. მაცადეთ. მარტო რუსეთს მოწონს ეს. ერთი წამით. ერთი წამით, კაცო. არ გინდა მებასხოთ. ეს ხომ ფაქტია ბატონო ირაკლი. არ გინდა თუ მებასხოთ. ისმენთ. არგუმენტი რო არ გაქვთ, ამიტომ არ მაცხრით. ახლა რაც შეეხება არგუმენტებს. პირველი თქვენ თქვით რომ ეს არის რუსული კანონი. რაც არის უმარტივესი სიყალბე, სიცრუე და მე კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რაც თქვი წინა პრესკონფერენციაზე, ერთ კვირის წინ დაახლოებით ორი კვირის წინ, ვინც ამბობს იმას, რომ ეს კანონი არის რუსული, ის არა მარტო იტყუება, არამედ ცრუბენდელობს. ანუ ეს არის ყველაზე უხეში ფორმა ტყუილის. ეხლა მე გეტყვით, რატო არის ეს ცრუბენდელობა? ერთ წამით. მე გეტყვით, რატომ არის ეს? ერთი წამით დამაცადეთ ახლა ბას. მე გეტყვით, რატომ არის ეს ცრუბენდელობა? ერთი წამით. ეს არ არის არგუმენტები, რასაც ახლა ამბობ. რატომ არის ეს ცრუბენდელობა? რაც თვალისწინებს მაგალითად რუსული კანონი. რუსული კანონი გარდა იმისა, რომ ითვალისწინებს დეკლარაციების შაბარებას, ითვალისწინებს მაგალითად იმას, რომ რამდენიმე თვით შეიძლება პირდაპირ ჩაჯდეს სახელმწიფო კონტროლი არასამთავრობო ორგანიზაციაში. პირდაპირ ჩაჯდება იქ. შეიძლება შეაჩეროს არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა ამ კონტროლის განხორციელების პროცესში. შეიძლება საერთოდ აკრძალოს ეს ორგანიზაცია. შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღწერას როგორც ორგანიზაციის ასევე მასში დასაქმებული ადამიანების წინააღმდეგ. გარდა ამისა, რუსული კანონი თვალისწინებს ბრენდირებას, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც არა მარტო ორგანიზაცია, როდესაც ტელევიზიით მაგალითად გამოდის კონკრეტული პირი და საუბრობს ასეთი ორგანიზაციის სახელით, მას ქვევით ეწერება ტიტრებში, რომ ის არის უცხოელი აგენტი, ეს ამერიკული, ასე ვთქვათ, სტანდარტია. ერთი წამით, კაცო, ბოლომდე მიმაყვანინა ახლა. პირდაპირ ამბობენ თქვენგანაგუნდელები, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები კონკრეტულად დამასრულებინეთ, ერთი წამით. საერთოდ უნდა გაუქმდეს. ეს კანონი რა შუაშია მაგასთან, კაცო? კანონი რა შუაშია მაგასთან? ნახეთ, ამდენი არგუმენტი, ერთ წამით, ამდენი არგუმენტი ჩამოგითვალეთ. ერთი წამით. ამდენი არგუმენტი ჩამოგითვალეთ. ერთი ამ კანონის მიღების შემდეგ გაუქმდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ამდენი არგუმენტი ჩამოგითვალეთ. ანუ რუსულ კანონში არის 10 საკითხი, რომელიც მას აქცევს რეპრესიულად. ეს არ არის რეპრესიული? რატომ არიან შეცდომაში შეყვანილები მაშინ ჩვენი პარტნიორები ამ კითხვაზე გააქვთ პასუხი ბატონო ირაკლი? არ ვიცი, ახლა არ მინდა რამე ისეთ უხეში ვთქვა. ერთი წამით ნახეთ. ჩამოგითვალეთ 10 პუნქტი, რაც წერია რუსულ კანონში. ძალიან უხეში პუნქტები. საიდანაც არც ერთი არ წერია ქართულ კანონში. რანაირად არის ქართული კანონი რუსული? ლოგიკა ხო გაქვთ? რაღაცა 9 კლასის განათლება ხო გაქვთ მას? არ არის რომ არ შეიძლება. ერთი წამით ეს არასამთავრობო. ეგ რო გდომო და გადმოვწერდით რუსულ კანონს. ეგ რო გდომო და გადმოვწერდით რუსულ კანონს. და არ შეიძლება ვისაც აქვს 9 კლასის განათლება დამეთანხმება იმაში, რომ როცა 10 რაღაც წერია რუსულ კანონში, უხეში, რეპრესიული, და არც ერთი არ წერია. რომ არ შეიძლება ამ კანონს დაუძახო. მოვაფშოლთ 9 კლასის განათლება აქვს მიღებული ჩემი უმცროსი შვილი, რომელიც არის მესამე კლასში. ჩემი უმცროსი, რომელიც არის მესამე კლასში, აი ასეთ რაღაცას არ შემომიბრუნებდა ახლა. პასუხისმგებლობაც ექნებოდა და განათლებაც საკმარისი ამისთვის. შემდეგი კითხვა. დეპარტამენტზე რა პასუხი გაქვთ? შემდეგი კითხვა. სრუპენტელობენ ისინი? რაც შეეხება ამ განცხადებებს. გეტყვით, მოდით, ხო გინდათ პასუხი გეტყვით. და არც ერთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს, მათ შორის არც ამერიკის ერთ წამით, ნახეთ, ერთ წამით გიპასუხებთ. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, ნებისმიერი უცხოელი, რომელიც იტყუება, აცადე. განებეთ. არ გინდა. პირიქით კარგი ილუსტრაციისთვის. ახლა საზოგადოება ხო ისმენს ამ ყველაფერს. ახლა რაც შეეხება უცხოელებს, რომლებიც იტყუებიან ამ კანონთან დაკავშირებით და არგუმენტების გარეშე უბრალოდ ამბობენ, რომ არ გაბედოთ ამის მიღება. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, ისინი არიან თანაზიარი პასუხისმგებლობის, რომელიც უკავშირდება კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ განხორციელებულ ძალადობას. ეს შემიძლია გითხრა ძალიან მკაფიოდ და ცალსახად. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ეს. ვინც იტყუება ამ კანონთან დაკავშირებით, ყველა იზიარებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც
ჩვენ ვიხილეთ გუშინ კოლექტიური ნაცმოძრაობის კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდების და ხაზარაძის და სხვა სუბიექტების მიერ დაფინანსებული ახალგაზრდების შესრულებით. ეს ძალიან მკაფიო და თამამად შემიძლია გითხრათ. და რა мотиваცია მოძრაობს მაშინ მათ შეგიძლიათ? არავის არ აწყობს გამჭირვალობა. არავის არ მოწონს გამჭირვალობა. კი, არავის არ მოწონს. არავის არ მოწონს გამჭირვალობა. არავის არ მოწონს გამჭირვალობა, არავის არ უნდა რომ მისი ფინანსები იყოს გამჭირვალე. ჩვეულებრივი ამბავია. ხალხო. თქვენ მზად ხართ რომ საბოლოო თუ არ ითქვათ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ან განსაკუთრებით თანამშრომლობა რა გვეთყობა? ეს კანონი არის კიდევ ერთხელ გაიმეორებ. აუცილებელი პირობა იმისა, რომ ჩვენ უფრო სწრაფად თავად ევროკავშირის წევრები ეგეთებ ყველაფერს გეფიცები. ჩემი უმცროსი შვილი ასეთ რაღაცებს არ იტყვის გეფიცები. საქართველოს შორდება ევროპას. არ შეიძლება ეს განათლების, ინტელექტის და ასევე სინდისის ამბავია ეს ყველაფერი. აი, შემდეგი, მორჩა. შეიძლება გუშინელ აქციებთან დაკავშირებით. აღარ შეიძლება, მეგონი არ ვარ გაძობია კოლეგებს თავი. ნახეთ ეს კადრები როგორ გამეტებით უთყამდნენ ახალგაზრდებს, ქალებს და ბავშვებს. ამას განმარტებები ხო გავაკეთე ერთსამით, ხო გავაკეთე. არა, მე მაინტერესებს თქვენ ეს კადრები თუ ნახეთ როგორ გამეტებით უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს. განმარტებები ხო გავაკეთე კოლეგებთან დაკავშირებით. ერთსამით ნახეთ. ერთსამით. მივიღე მე კაფიო პასუხი ბატონო ირაკლი. არის მეტად ეთყობა, იმიტომ რომ ის რუსულთან დაკავშირებითაც ვერ გაიგე. რა შეეხება? ერთი წამი. არა ბატონო ირაკლი. ერთსამით. რა შეეხება ერთი დარბევა იქ არ ყოფილა. იყო მიტინგის დაშლა, ეს ერთი. მეორე. არ გინახავთ ანუ კადრები. შემიძლია გაჩვენოთ ტელეფონში. ეს სპეცრაზმელები დაისჯებიან თუ არა, რომლებმაც ეს იყო მიტინგის დაშლა. იყო გადასტომები, ინციდენტები, მაგრამ თლიანობაში ეს იყო მიტინგის დაშლა ევროპული სტანდარტებით. რაც შეეხება გადასტომებს და ინციდენტებს. ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია, ყველა საკითხი იქნება შესწავლილი. ამაზეც უკვე გავაკეთე განცხადება და ეთყობა არ მოგისმენიათ, ხო? კიდევ ერთხელ გამიმეორებ. იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი იყო, რაც იქნება შესწავლილი. ეს არის მეგონი ძალიან მკაფიო პასუხი. ძალიან მკაფიო პასუხი. რაც შეეხება თვითონ თლიანობაში შეკრებას და მიტინგს. კიდევ ერთხელ გამიმეორებ. ძალიან მკაფიოდ დასტურდება ის, რომ მალევე შეკრება მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, ამის შემდეგ უკვე ძალადობრივი ხასიათი, შესაბამისად არსებობდა შეკრების დაშლის ლეგიტიმური საფუძველი. გარკვეული გადასტომების ინციდენტების მიღმა თლიანობაში ევროპული სტანდარტებით ჩატარდა ოპერაცია, რისთვისაც მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციას. და რაც შეეხება ძალადობას, მე თქვენგან არ მახსოვს მაგალითად ელისაშვილის ვაჟკაცობის დაგმობა. ან თქვენგან არ მახსოვს თქვენს კოლეგებზე ძალადობის არ დაგიგმით. მე ყოველთვის გმობ თქვენ არ დაგიგმით. თქვენ არ დაგიგმით ელისაშვილის ძალადობა. თქვენ არ დაგიგმით მომიტინგეების ძალადობა. თქვენ არ დაგიგმით თქვენს კოლეგებზე ძალადობა. ეს არის ნაცმოძრაობის სახე. მადლობა. უკანონო ბრძანებების გამცემი ვინ იყო ბოდიში? თავარი უკანონო ბრძანებების გამცემი გუშინ იყო კეზერაშვილი, თავარი და დიმიტრი ჩიქოვანი, რომელიც აფინანსებს ამ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებას. არა კითხვები გვაქვს ბატონო ირაკლი. ბუნებრივია მით უმეტეს გუშინელი მოვლენების შემდეგ და ხომ შეიძლება რომ ამოვწუროთ ხვებმა დასვეს კითხვები და ველოდებოდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ანუ პასუხისმგებლობას თქვენ პერსონალურად როგორც ქვეყნის პირველი პირი, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი არიღებთ გუშინ განვითარებულ მოვლენებზე? პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რომ გუშინ შეკრების დაშლის ოპერაცია მთლიანობაში ჩატარდა ევროპული სტანდარტებით, რაც შეეხება კონკრეტულ გადასტომებს და ინციდენტებს, ეს არის ცალკეული შესწავლის საკითხი. მაგრამ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რომ სწორედ ევროპული სტანდარტებით ჩატარდა მთლიანობაში ინციდენტების მიღმა ეს კონკრეტული ოპერაცია. ხო არის გასაგები პასუხი? მადლობა. რაც შეეხება მომიტინგეების ძალადობას, ამაზე მოთხოვეთ პასუხისმგებლობა კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერებს. რაც თქვენ არ აკეთებთ.
თუმცა თქვენ ხართ არაკრიტიკული ტელევიზია. მადლობა. მარიამ ჩიქოვანი, პალიტრანიუსის ჟურნალისტი. ქართული ოცნების პოზიცია არის ცნობილი და თქვენც აქ დააფიქსირეთ, რომ კანონპროექტს უკან არ გაიწვევთ, თუმცა ქვეყანაში პოლიტიკური ტურბულენტობის ფონზე ხომ არ ფიქრობთ და ხომ არ არის შანსი, რომ გაჩნდეს ამ კანონპროექტის კომპრომისული ვარიანტი და ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ კანონპროექტს უფრო მეტ ლეგიტიმაცია შეძენს, მაგალითად, კენჭი უყაროს მომავალი მოწვევის პარლამენტმა და ამ შემთხვევაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა ერთგვარი პლებისციტი და მეორე კითხვაც თუ შეიძლება რომ დავსვა ამ კანონის მიღების შემთხვევაში ხომარელით დასავლეთისგან სანქციებს, რომ ისინი დასანქცირებენ ქართული ოცნების ლიდერებს. პირველ რიგში თქვენ გახსოვთ ადრეც იყო შანტაჟის ენით საუბარი რევოლუციის მცდელობებთან ერთად 2020 წელს გვესაუბრებოდნენ შანტაჟის ენით 2021, 22, 23 და შანტაჟის ენა არ ჭრეს ქართული ხალხის მიმართ და არც ამ ხელისუფლების მიმართ. იმიტომ რომ დღეს ქვეყანას ყავს დამოუკიდებელი სუვერენული ხელისუფლება და ეს ხალხიც არის გამოცდილი და მას აქვს თავისი ღირსება. ამიტომ ჩვენთან შანტაჟის ენით საუბარი არ ჭრეს. რაც შეეხება ხა თვითონ კანონის ამოქმედებას, თქვენ იცით რომ კანონის მიღება სჭირდება დრო, აქედან კიდე 2 კვირა, მერე კიდე 4 კვირა, მერე ხელის მოწერა სჭირდება კიდე 1 კვირა, ამის შემდეგ კიდე 3 თვე ჭირდება ვიდრე მოვა ვადა დეკლარაციის შევსების, გადადის ეს ყველაფერი თორსების სექტემბრის ბოლომდე, ხო? არსებითად დრო არსებობს, ხო? თუ ზუსტად არიციან ჩვენმა რადიკალმა ოპონენტებმა, რომ გარანტირებულად აგებენ არჩევნებს. მაშინ რა აწუხებთ? მოვიდნენ ხელისუფლებაში და ნოემბერში შეცვალონ კანონი. ზუსტად იციან, რომ შანსი არ აქვთ არჩევნების მოგების. ხო გასაგებია ცხადია ეს ყველაფერი, ხა თვითონ ხო იციან საკუთარი რეიტინგი. ჩვენ რო დაგვიფიქსირდა 61.5% მარტის შუა რიცხვებში. ხო ვიცით რა გამოდის მათი რეიტინგი, მთელი კოლექტიური რადიკალური ოპოზიციის რეიტინგი გამოდის დაახლოებით 25%, ხო? ამ ვითარებაში არავითარი იმედი არ აქვთ, რომ მოიგებენ არჩევნებს. და რაც შეეხება ტურბულენტობას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური უმცირესობა ვერავითარ არსებით ტურბულენტობას აქ ვერ გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, მე ყველას მოვუწოდებ შეინარჩუნონ სიმშვიდე და შეეგუონ არჩევნებში დამარცხებას და შეეგუონ ასევე მათი მეგობარი NGO-ების გამჭრელობას, რაც არის ევროპული სტანდარტი და ევროპული ღირებულება. ლიკა რუაძე, ინტერპრეს ნიუსი. ბატონო ირაკლი, ხშირად ისმის ხოლმე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და საზოგადოებაში არსებული პოლარიზების ფონზე განცხადებები, რომ არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. თქვენ როგორც პრემიერ-მინისტრი როგორ აფასებთ ამ რისკებს და რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ქვეყანა არ მივიდეს ამ მოცემულობამდე? კი, მადლობა. კი ბატონო. ამ ყველაფერს ცდილობს კოლექტიური ნაცმოძრაობა, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია. ყოველ წელს ცდილობენ სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი გამზადებული ჰქონდათ მათ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. თუმცა კიდევ ერთხელ გამიმერებ, რაც თქვი და რაც ითქვა ასევე შეკრებაზე, მათ უწევთ დღეს ეს ძალადობრივი რესურსი გაანიავონ, რაც რა თქმა უნდა მოაკლებს მათ მუხტს არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. უბრალოდ ნიავდება ის ძალადობრივი რესურსი და ლუსტრაცია ხდება. ამასობაში რეალურად იშიფრება ის დაახლოებით 15 ახალგაზრდული ძალადობრივი ორგანიზაცია, რომელიც არის პირდაპირ დატრენინგებული ძალადობისთვის და შესაბამისად იშიფრება მათი ძალადობრივი მეთოდები. აქედან გამომდინარე ძალიან კარგი პროცესები წარიმართება, თლიანობაში საზოგადოება დაინახავს ყველაფერს, საზოგადოება ხედავს ყველაფერს, თლიანობაში მოხდება მათი ძალადობრივი რესურსის განიავება წინასწარ, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა ბუნებრივია ჩვენთვის. კიდევ ერთხელ გამიმეორებ. კითხვა დაისვა ამასთან დაკავშირებით უკვე და კიდევ ერთხელ გამიმეორებ. იგივე შანტაჟი აბსოლუტურად გაუგებარი პირდაპირ ვიტყვი ჩვენთვის შანტაჟი, ჩვენ გვახსოვს სწორედ 20, 21, 22, 23 წლებიდან. ხო ვერავინ ვერ დააშანტაჟეს ამით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვერც ახლა ვერ ექნება შანტაჟს ვერავითარი ფასი, ვერ გაჭრეს ეს შანტაჟი ვერც ქართულ საზოგადოებაზე და ვერც ხელისუფლებას.